პატრიარქმა გააკეთა ძალიან რეზონანსული და მნიშვნელოვანი განცხადება. მოდი მოусმენთ ამ განცხადების ნაწილს და გავარჩიოთ დეტალურად ისი შინაარსიც და რა რეაქცია მოყვა ამ ყველაფერს. ფასოს მებოდა დებო ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენ მშვენიერ სამოთხესავით ლამას და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას და ამიტომ კარგად ბრალდებიან. ესე თუ გავაგრძელეთ ჩვენ ეს საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რისხობრივად ქართველობას. ამიტომ მოგვცეს მადლი უფალმა, რომ ვიზრუნოთ, ვიშრობოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. ძალიან მნიშვნელოვანი აზრი იყო გადმოცემული ამ განცხადებაში. რეალურად, რაზეც ჩვენ ამდენი წელი ვლაპარაკობთ, რა აზრის მიტანასაც ვცდილობთ ხალხამდე. ძალიან დიდი უნებათაღელვა და ხმაური გამოიწვია აბორტის შესახებ პატრიარქის განცხადებამ. იქ ითქვა, რომ აბორტი არის მძიმე ცოდვა და ოჯახები, რომლებსაც აბორტი აქვთ ჩატარებული, უბედურები არიან და მათ უბედურებაში აქვთ, უბედურყოფაში იმყოფებიან და აქედან გამომდინარე ჩვენ ვიზრუნოთ იმაზე, რომ ახალმა თაობებმა ამ პრაქტიკას აღარ მიმართონ და რაღაც არანახული აღშფოთება გამოიწვია ამ განცხადებამ, უკურეაქცია, აგრესია, იმდენად ძლიერი აგრესია გამოიწვია, რომ მე ოცნების წარმომადგენლები გამოვიდნენ და არა ეს უბრალოდ განცხადება, იქ რაღაცებს კი ლაპარაკობს ეკლესია, მაგრამ ჩვენ ამ განცხადების პრაქტიკაში, კანონმდებლობაში ასახვას არ ვაპირებთ. ქადაგიშვილი, დეპუტატი, ის გამოვიდა და გააკეთა განცხადება გუშინ. რაც შეეხება საკანონმდებლო დონეზე, ესეთი საკითხი არ განიხილება და მე ჭვიმაქვს, რომ ალბათ არც მოხდება ამ საკითხის სამართლებრივ დონეზე დაყენება. გამომდინარე იქიდან, რომ ამას შეიძლება მოყვეს ძალიან ბევრი გაცილებით უფრო კიდე ნეგატიური, თანხმედრი, ასე ვთქვათ, მოვლენები. ჩვენ უნდა გავარჩიოთ და აღშფოთება იყო, რატო ითქვა ასეთი სიტყვები, რომ ოჯახები, რომელმაც აბორტი გაიკეთეს, რატომ არიან უბედურები, რატომ არიან განწირულები და რატომ არ ამბობთ სანუგეშო სიტყვებს. მეგობრებო, ერთი რაღაცა უნდა გვესმოდეს. აბორტი არის მუცლად ყოფი ბავშვის მკვლელობა. სხვა არაფერი არ არის. ეს არის ბავშვის მკვლელობა. მუცლად ყოფი ნაყოფი არის ადამიანის განვითარების ეტაპი. ჩასახვის მომენტიდან ნაყოფი არის ადამიანი, რომელიც უბრალოდ გადის განვითარების ეტაპებს. ზუსტად ისევე, როგორც 9 თვის ორსულობის დროს მუცლად ყოფი ნაყოფი არის ადამიანი, რომელიც ჯერ არ დაბადებულა, მაგრამ ადამიანია. ზუსტად ისევე, როგორც 7 თვის ნაყოფი არის ადამიანი, ჯერ არ დაბადებული ადამიანია, ან ახალდაბადებული ბავშვი, ან 2 წლის ბავშვი არის ადამიანი, რომელიც სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე დასრული ადამიანი. სხვა მახასიათებლები აქვს, ცნობიერების უფრო დაბალი განვითარება აქვს, ვიდრე დასრულ ადამიანს, იმიტომ რომ განვითარების უფრო ადრეულ ეტაპზე, ოღონდ ეს არის ადამიანი, რომელიც უბრალოდ არის უფრო განვითარების უფრო ადრეულ ეტაპზე, ბიოლოგიური არსება, რომელიც თავისი სრულიად ცალსახა გენეტიკური პოტენციალით გულისხმობს, რომ ის მატარებელია იმ კოდის, რომელიც სრულფასოვანი განვითარების ეტაპზე მყოფი ადამიანის თვისებებს ატარებს, უბრალოდ განვითარების უფრო ადრეული ეტაპი. ზუსტად ისევე, როგორც 2 წლის ბავშვი ადამიანის განვითარების ეტაპი, 1 თვის ბავშვი ადამიანის განვითარების ეტაპი ისე არის. 9 თვის ორსულობის დროს ნაყოფი ჯერ არ დაბადებული ადამიანი განვითარების ადრეული ეტაპი, 6 თვის ნაყოფი ადამიანის განვითარების ეტაპი ისეა ახალ ჩასახული ნაყოფიც ადამიანი უბრალოდ განვითარების ადრეულ ეტაპზე.
ამ ნაყოფის აბორტი არის მკვლელობა ჩვეულებრივი. ანუ ვინც ამ ოპერაციას ატარებს, ის უბრალოდ კლავს საკუთარ შვილს. მესმის ახლა არასასიამოვნო რაღაცას ვლაპარაკობ, მაგრამ ეს არის საკუთარი შვილის მკვლელობა. რა თქმა უნდა, პატრიარქი ან ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გული შესტკივა, ამა თუ იმ მშობლებზე, სხვა ადამიანებზე, პოტენციურ მშობლებზე, თუ იმ მშობლებზე, რომლებმაც უკვე ჩაიტარეს აბორტი და მომავალში შეიძლება ჩაიტარონ და ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გული შესტკივა ამ ხალხის მომავალზე, ვერაფერს სხვას გარდა იმისა, რომ რეალურად აღუწეროს, რამდენად საშინელ ფაქტთან აქვს საქმე და რატომ აღარ უნდა გაიმეორონ იგივე ფაქტი, ვერაფერს სხვას ვერ იტყვის. თუ რაღაცა ქმედება, არის საკუთარი შვილის მკვლელობა, მაშინ ყველაზე დიდი მზრუნველობა თუ რამე არსებობს, არის უთხრა ამ ხალხს, რომ ხალხო, აი ეს ქმედება არის თქვენი საკუთარი შვილების მკვლელობა, არაფერი სხვა. აბორტი არის თქვენი საკუთარი შვილების მკვლელობა და ნუ გააკეთებთ ამას. ყველა სხვა, ვინც გეტყვით რაღაც უფრო შეფარულ აზრებს, უფრო შელამაზებულ აზრებს, რომლებიც შეიძლება საკმარისად ხისტად არ გამოიყურებოდნენ იმისთვის, რომ თქვენ ეს გადაგაფიქრებინოთ, ანუ რაღაცა შეგირბილოთ წარმოდგენები, რის საფუძველზეც შერბილებულად აღიქვათ ეს მოვლენა და ამიტომ შეიძლება გააკეთოთ, ყველა სხვა ასეთ ადამიანს ფეხებზე კიდიხართ და იმიტომ გირბილებთ ამ უბედურების შესახებ შეფასებებს. თუ ქმედება არის საკუთარი შვილის მკვლელობა, ყველაზე დიდი სიკეთე, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეს გაუკეთოს, არის ამცნოს მას, რომ აეხლა ეს ნაბიჯი, მეგობრებო, არის საკუთარი შვილის მკვლელობა და ნუ გააკეთებთ ამას. და რა თქმა უნდა, კაცო, ვიღაცამ თუ არ ვიცი, რაღაცა გულგრილობის გამო, ან დაბალი ცნობიერების გამო, ვერ გაცნობიერების გამო, არცოდნის გამო, ან გნებავთ შემთხვევით, თუ ვიღაცას მოუხდა ეგეთი უბედურება და მოკლა საკუთარი შვილი, მოცლად ყოფი, ან არა მოცლად ყოფი, ქმედება ჩაიდინა საკუთარი შვილის მკვლელობისა, განურჩევლად იმის ამ ადამიანმა იცის თუ არა ამ ქმედების შესახებ, ან შეიძლება იყოს შემთხვევა ვიღაცას დაუშვათ, აი მოუკვდა შვილი ისე, რომ მოკლა ისე საკუთარი შვილი, წარმოვიდგინოთ ეგეთი ბედური ვერსია, სადაც არც იცოდა, რომ ის ვიღაც თავის შვილი იყო და მოხდა ესეთი ფაქტი და არ იცის ამის შესახებ. რა თქმა უნდა, ეგეთი ადამიანი განურჩევლად იმისა იცის თუ არ იცის, უბედურია. ან მაგას დიდი უბედურება რა შეიძლება წარმოვიდგინოთ. ახლა ადამიანს საკუთარი შვილი ყავს მოკლული. მაგაზე მძიმე უბედურება რა არსებობს. განურჩევლად იმისა სინანულის საფუძველზე, რელიგიურ თვალსაზრისით მოხდება თუ არა ღვთიური მოტივება, ხო? და სინანულის საფუძველზე ქრისტიანობა იცნობს მოტივების ფორმულას და თუ იქნა სინანული მოტივება არსებობს, მაგრამ განურჩევლად იმისა მოგეტევა თუ არა ძიმე ცოდვა, საკუთარი შვილი თუ ყავს ვიღაცას მოკლული, ეგ მაგის განურჩევლად ძალიან ძიმე მდგომარეობაა. ეგ არის ძიმე მდგომარეობა, რომელიც ტრაგედია ყველა შემთხვევაში და თუ ვინმე არ განიცდის მაგ სიმძიმეს, მაგ შემთხვევაში მით უმეტეს ტრაგედია. ამიტომ ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვიცი, ჩვენ შემთხვევაში პოლიტიკური გამორჩენიდან მოტივებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მესმის რომ ბევრისთვის არაპოპულარულ რაღაცას ვიძახი, ან მაგალითად ვიღაცას ვინმეს შეიძლება ფიქრობდეს, რომ დარტყმები არ მივიღო და რა თმინდა თავის ტკივილია. რაღაცა სხვა მოტივებიდან ვიღაც არ გავაბრაზო. რაღაც სხვა მოტივებიდან გამომდინარე, ვინმე შეიძლება ამ თემას თავი არიდოს. ოღონდ ვინც ამ თემას თავს არიდებს, ის მაგას მოახერხებს, იმიტომ რომ უფრო ფეხებზე კიდია ის ფაქტიც, რომ ვიღაცები საკუთარ შვილებს ხოცავენ, ანუ იმ ბავშვების ბედის ფეხებზე კიდიათ და იმ ხალხის ბედის ფეხებზე კიდიათ, რომლებიც მაგ ძალიან ძიმე ხვედრისთვის წირავენ საკუთარ თავს. ეგ არის ხვედრი, რომელსაც არ ვიცი, ვეღარასდროს ვეღარ გაიქცევი. რაც არ უნდა მოტივება გქონდეს ან არ გქონდეს, შენთან რჩება მაინც ეგ მდგომარეობა, რომ შენ საკუთარი შვილი
სამწუხაროდ ეს ძიმე უბედურება განცდილი გაქვს და საკუთარი შვილი აბორტის გზით ყავს მოკლე. ამიტომ ის რომ პატრიარქი ამაზე არ ერიდება და განცხადებას აკეთებს, ეგ ხალხო პირიქით ეგ დიდი მზრუნველობის დემონსტრაცია პირველი და მეორე ის რომ პატრიარქი არ ერიდება და ამბობს რომ საკუთარი შვილი ვინმეს თუ ყავს მოკლული მარადიული უბედურება ხალხო გვესმოდეს. ეგ არის მარადიული უბედურება, მაგას ვერსად ვერ წაუვალთ, რაც არ უნდა გავაკეთოთ. შეიძლება ღმერთმა მოგვიტევოს, მაგრამ შვილი მოკლული დაგვრჩება, ხო? ეგ კიდე ერთი დემონსტრაცია იმისა, რომ მზრუნველობასთან გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე, ეგ ცალსახად სწორი განცხადებაა. აღშფოთება მეორე ნაწილის, ეს რა თქვით, რატო ვაფასებთ ნეგატიურად, არის სრულიად უმეცარი, გულქვა და ინდიფერენტული ამ ძალიან მძიმე ფაქტის მიმართ. ყველა ვინც ზრუნავს ამ უბედურების დაძლევაზე, პირდაპირ უნდა ლაპარაკობდეს ამ თემაზე, ოღონდ მესმის რომ და სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება ჯერ არათუ მზად არ არის ფართოდ ამაზე ღიად ისაუბროს და ყველაფერს თავის სახელი დაარქვას, არამედ ძალიან შემზარავი სურათი ვნახეთ ჩვენ, სადაც ის კი არა რომ სიმართლის, ადამიანობის და უდანაშაულო ბავშვების მკვლელობისგან დაცვის მხარე ყოფილიყო უფრო გაბედული და მორალური ინიციატივა მათ მხარეს, ან ჩვენ მხარეს ყოფილიყო, არამედ ჩვენ ვნახეთ შემზარავი სურათი, სადაც რაღაცა არაადამიანური თავდაჯერებით საპირისპირო მხარე თვითონ იყო აგრესიის ინიციატორი, რაღაცა არაადამიანური თავდაჯერებით ბედავდა და აქეთ უტევდა რელიგიურ ნაწილს იმაზე, რომ როგორ ბედავთ და თქვენ ამ ფაქტის სიმძიმეზე როგორ ლაპარაკობთ. და მან მართლა გამიჩნდა მე განცდა, რომ როგორ მოგვიხერხდა და რა მომენტში დავმარცხდით. უბრალოდ რელიგიური ნაწილი კი არის. ზოგადად შეიძლება არარელიგიური იყოს ესა თუ ის ადამიანი, მაგრამ მორალური ნაწილი, მორალური ნაწილი, რომელიც წუხს უდანაშაულო ბავშვების სიკვდილზე, რა მომენტში დავმარცხდით ისე, რომ საზოგადოების უდანაშაულო მკვლელობის მხარდამჭერი ნაწილი ბედავს და აქეთ არის აგრესიით, რომ ნუ ლაპარაკობთ უდანაშაულო ბავშვების დაცვაზე. არავითარ შემთხვევაში ამაში კომპრომისი არ უნდა იყოს. აქ ხალხო უნდა გვესმოდეს ცალსახა რაღაცა. ერთის მხრივ საქმე გვაქვს საზოგადოების გნებავთ ლიბერალური დავარქვათ რაღაცა, ამორალური, არაადამიანური, რა პოზიციაც სხვა ეპითეტები არსებობს, მაგრამ საზოგადოების ნაწილზე, რომელიც ამბობს, რომ ადამიანების ერთი ჯგუფი, ცალსახად ადამიანები, რა ყველა ლოგიკა. ადამიანების ერთი ჯგუფი უნდა გამოვაცხადოთ არაადამიანებად, არასრულფასოვან ადამიანებად, ისე რომ ადამიანების მეორე ჯგუფს საკუთარი არჩევანის თავისუფლების ფარგლებში ამათი ინდუსტრიულ მასშტაბებში ხოცვის საშუალება ქონდეს. უდანაშაულო ბავშვები უნდა გამოვაცხადოთ არასრულფასოვან ადამიანებად, იმისთვის რომ საზოგადოების მეორე ნაწილს, რომელიც თავს უფრო აღამატებულ არსებებად მიიჩნევენ, საკუთარი კომფორტის გასატანად ამ ნაწილის ხოცვის უფლება ქონდეს და ეს ერთ-ერთში იმეორებს პრინციპი, რომელთაც ბავშვების კვლას ამართლებენ, ერთ-ერთში იმეორებს კაცობრიობის ყველაზე მხეცური მონაკვეთების ლოგიკა, სადაც არ ვიცი, მაგალითად ფაშისტები ეთნიკური ნიშნით ადამიანებს მაგალითად გაზის კამერებში უშვებდნენ, მონებად ყიდიდნენ და მონებად იყენებდნენ მაგალითად აფრიკელებს ამერიკაში, ინდიელებს წყვეტდნენ და ასე შემდეგ. ლოგიკა იყო ზუსტად იგივე, დეჰუმანიზაცია საზოგადოების მოსახლეობის ერთი ნაწილის, გამოცხადება, რომ ისინი არ არიან თლად სრულფასოვანი ადამიანები, სხვადასხვა ლოგიკით იქ რაღაცა ბიოლოგიური მახასიათებლებით, ვიღაცა არ არის სრულფასოვანი რასის წარმომადგენელი, შესაბამისად არ არის სრულყოფილი ადამიანი, ვიღაცას რაღაცა თლად სული არ აქვს და ამ შემთხვევაში ეს თლად ადამიანი არ არის უჯრედების გროვა, მხოლოდ მეგობრებო, ეგ ლოგიკა ვრცელდება ყველა უჯრედების გროვა მაგ ლოგიკით.
და ცნობიერება არა აქვს საკმარისი ხარისხით ეგ ვრცელდება, რა ვიცი, ბავშვის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ცნობიერებით ჩამორჩება, ცნობიერების და ინტელექტის შესაძლებლობებით ჩამორჩება ზრდასრულ ადამიანს, მაგრამ მისი უფლება იარსებოს იმაზე არ არის დამოკიდებული, რამდენად ის ჩამორჩება ცნობიერების დასრულ ადამიანს, ან თუნდაც საერთოდ რომ შეიძლება ვიღაცა იყოს ეგრე დაბადებული რაღაც ნაკლით ფიზიკური საერთოდ ცნობიერებით სამუდამოდ ჩამორჩებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი არსებობის უფლება ჩამოუვარდება სხვა ადამიანების არსებობის უფლებას. მანდედან არ გამომდინარეობს არსებობის უფლება, არსებობის უფლება გამომდინარეობს იქიდან, ვიღაცა არის ადამიანი თუ არ არის ადამიანი. და ყველა უჯრედების გროვები ვართ, ხოლო ადამიანი მუცელშიც, მუცლად ყოფი ადამიანით ნაყოფიც არის განვითარების ეტაპი, 9 თვის ნაყოფია, 7 თვის ნაყოფია, 5 თვის ნაყოფია თუ 1 თვის ნაყოფია. განურჩევლად მაგისა. აქედან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვაწყდებით, ზუსტად იგივე არგუმენტებით, რომლითაც დეჰუმანიზაცია ხდებოდა ადამიანების მოსახლეობის ნაწილის და მათი გაჟლეტის ლეგალიზაცია ხდებოდა, ზუსტად იგივე პრინციპს ხედავთ ეხლაც, ან სრულიად ამორალური არაადამიანური ფაშისტური მიდგომა მუცლად ყოფი ბავშვების მიმართ, ოღონდ გვიტარებენ და აგრესიულები არიან საკუთარ თავდაჯერებაში ამ ნაწილში. თუ გვინდა მოვიგოთ და მოვიგოთ არა ჩვენ, არამედ გადავარჩინოთ ბავშვები არაადამიანობისგან, თუ გვინდა რაღაცა მორალურობის ნიშანწყალი შევძინოთ საპირისპირო მხარეს აი ამ ბავშვების ჟლეტის მხარდამჭერ რაღაცა აგრესიულ კამპანიას და რაღაცა მორალურობისკენ მოუხმოთ, მან ჩვენ თავდაჯერებულობით უბრალოდ უნდა ვაჯობოთ. უკან არ უნდა დავიხიოთ და გვესმის ახლა მაგალითად ჩვენი პოლიტიკური ძალა ფაქტიურად ერთადერთია პოლიტიკური ძალებიდან, შეიძლება იქ ცალკეული ადამიანები ხმას იღებენ, მაგრამ აი პოლიტიკური ძალებიდან რომ ვიღაცა თავს არ ზოგავდეს, უკან არ იხევდეს და ამაზე ღიად ლაპარაკობდეს, ფაქტიურად ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, გვესმის რომ ეს რთული გამოწვევა, მაგრამ ეს არის საკითხი, რომელზეც თუ მორალური პრინციპები გვადარდებს, კომპრომისი ვერ იქნება და მან საზოგადოებას რაც მაგალითად ამ ნაწილში შეუძლია გააკეთოს, იმ საზოგადოებას, რომელსაც ჩვენსავით ადარდებს ეს პრობლემა, ცალ-ცალკე გაჩუმებით, ხმის ამოუღებლობით და გაუტანლობით საქმე არ გამოვა. აი ვიღაცა რო იღებს ხმას, გვერდში დგომით და მასთან ერთად ამ ხმაურის გაძლიერებით უნდა გავიტანოთ განწყობა იმდენად, რომ მეორე მხარემ უბრალოდ ჩათვალოს, რომ აი ეს თემა, კარგით აღარ გვაწყობს.